საქართველოს ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას, რუსულ ხელისუფლებას, რომ გკითხო, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ნოემბრის მიწურულს ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრად რომ მუშაობს, იმ კაცმა ღიად თქვა, საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მივდივართ ევროკავშირშიო და 2030 წელს როცა გაფართოება არის დაგეგმილი ევროკავშირის, ჩვენ ყველაზე უფრო მზადყოფი ქვეყანა ვიქნებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ევროკავშირი საკუთარ სივრცეში განიხილავსო. ორი ესეთი სახელმწიფოა პოსტსაბჭოთა სივრციდან, უკრაინა, რომელსაც უჭირს, და მოლდოვა, რომელსაც ყავს უკრაინა ერთის მხრივ და ლობისტი ყავს ასევე რუმინეთი და მაღალი ალბათობით თუ მართლაც შედგა მოხდა ევროკავშირის გაფართოება 2030 წელს და შესაძლოა მანამდეც კი ეს ორი სახელმწიფო თამამად შეაბიჯებს ამ სივრცეში. საქართველო მაჩანჩალა ქვეყანაც აღარ არის. ის იყო ოდესღაც დაწინაურებული ქვეყანა, მაგრამ იმისა და გამო, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ 26 ოქტომბრიდან დე-ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ მანამდე დე-იურე ხელისუფლება იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, უარყო ეს გზა და დღე არ გავა, რომ ევროპის კრიტიკით და გინებით არ დაკავდეს, დღე არ გავა, რომ რუსული კანონი არ მიიღოს, დღე არ გავა, რომ რუსული პოლიტიკა არ აწარმოოს, მაჩანჩალაც არ არის, მაჩანჩალა ვიყოთ ნეტავი, მაგრამ ვიყოთ ის პრინციპში უკვე რუსულ ნავში გადაბარგებული ხელისუფლებაა, თუმცა ჩვენს მოსატყუებლად, ჩვენთვის თვალის ასახვევად ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა დღესაც ამტკიცებს, რომ ევროგზა მას არ უარუყვია, რომ ევროგზაზე საქართველო კლავაც არის, რომ ჩვენ კლავაც მივდივართ თან წყობრად ევროკავშირისაკენ. არდა 26 ოქტომბრის შემდეგ, განსაკუთრებით ნოემბრის შემდეგ და განსაკუთრებით 2025 წელს, ანუ მიმდინარე წელს, უკლებრივ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამ დე-ფაქტო ხელისუფლებამ, არის ანტიევროპული. კანონები, გადაწყვეტილებები, რეპრესიები, რომელსაც ის მიმართავს, ახორციელებს, განცხადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ალბათ ზედგამოჭრილი ანდაზაა ამათზე, ბოლო გვაკვირვებს კი არა, არც უნდა გაგვაკვირვოს ამ ბოლომ, როცა დადგება, როცა იქნება 2030 წელი, ანუ 4 წელიწად ნახევარში პლუს მინუს, კი არა ზუსტად და აღმოვაჩენთ, რომ ქართული ოცნების გზა, ფუჭი გზა, ტყუილი გზა, ამაო გზა ყოფილა, ქართული ოცნების დაპირება ყოფილა ამაო, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ არა თუ 2030 წლამდე, არამედ 20 ვერ მიაღწევს, არამედ 25-ში მაინც, 25-26-ში მაინც დამთავრდება უკაცრავად ქართული რუსული ოცნება და ჩვენ უკვე მე ნახტომებით მართლა ვივლით ევროკავშირისაკენ. კარგით. გავანებოთ ახლა ამას თავი, გავანებოთ იმას თავი, რომ გამობიძინებულები, ბიძინა გამოპუტინებულია, ხოლო გამობიძინებულები არიან უკლებრივ ყველანი, 99 დეპუტატი, 10-12 მინისტრების მოადგილეები, საკრებულოების წევრები, მერები, დედაქალაქის მერის თავკაცობით, სხვები. ისინი გამობიძინებულები არიან და უსვინდისოები არიან ყველაფერთან ერთად, როცა გვატყუებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ევროპისაკენ მივდივართ, რას ბრძანებთ. დასტურად იმისა, რომ ისინი ისაკენ არ მიდიან, გარდა ყოველდღიურობისა, გარდა იმ კანონებისა, რომლებსაც ისინი იღებენ, გარდა იმ მარწუხებისა, რომლებსაც ისინი უჭერენ თავისუფლების მოყვარე ქართულ ხალხს, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებსაც ისინი იღებენ, არის განცხადებებიც. ხო და აი ამ განცხადებებით გამოირჩევა 1 2 3 4 5 6 მაქსიმუმ პირი. ეხლა მართლა ზარქუაზე ხო არ ვილაპარაკებთ ამ არასერიოზულ კაცზე. თანამდებობაც არა აქვს, ის რიგითი დეპუტატია, ხო? ვუსმენთ, ბრაზდებით, დავცინით. მაგრამ თანამდებობაც აქვს ვიღაცებს და მათზე კი ხანდახან არა მხოლოდ უნდა გავბრაზდეთ, არამედ ისინი უნდა გავაკრიტიკოთ, კი არა, ისინი უნდა ვამხილოთ კიდეც ზარქუას მხილება არც სჭირდება, ზარქუა მხილებულია. თავისივე ოჯახის წევრების არ ვიცი, მაგრამ ახლობლების მიერ დარწმუნებული კი ვარ. კობახიძეს ესეთ იქნება, მაგრამ კობახიძეზე როგორც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრზე ოდნავ მეტი უნდა ვისაუბროთ ალბათ. ხო და ეს კობახიძე ჰიბრიდული იარაღი მოშვერილი საქართველოს წინააღმდეგ ამბობს შემდეგს. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება. ბოდიში თუ გლებავთ ჩავიკითხავთ და ასე სჯობს ალბათ, ბოდიშს ვიხდი. ევროკავშირი სანამ გავხსნი ამ ეგრეთ წოდებულ ლინკს მანამდე შინაარს მოგახსენებთ.
მოგულეთ, თუ კი რამ წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაეს საბჭოსაგან. მე რომ ოცნების ამორჩეველი ვიყო, მე ვკითხავდი ამ არაპატივცემულ პირს, ჩემთვის არაპატივცემულს და მათთვის კი პატივსაცემს. კი, მაგრამ თუ ევროპარლამენტი განუყოფელი ნაწილი, სტრუქტურა ევროკავშირისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, წააგავს როგორც ინსტიტუტი საბჭოთა უზენაეს, ანუ უმაღლეს საბჭოს. ამიხსენით, მაშინ რაღაცო მივდივართ, ან რაღაცო ამბობთ, რომ მივდივართ ამ საბჭოთა უზენაესი თუ უმაღლესი საბჭოს აკენ. საქართველოს რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ემანდ მართლა რომ მოხდეს სასაული ამათ ხელში, ჩვენი კვოტა გვექნება ევროპარლამენტში, ანუ ჩავშალოთ ეს სიტყვა ორ ნაწილად, ევროპის პარლამენტში. ჩვენ ეხლა ნუღარ მაანგარიშებინებთ სიმართლე გითხრათ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები გვეყოლება და თუ ეს ევროპარლამენტი გავს საბჭოთა უმაღლეს საბჭოს, მას კითხვა მაქვს, რაღაცო მიდის ირაკლი კობახიძის საქართველოს, ირაკლი კობახიძის თავკაცობით საქართველოს ევროკავშირისკენ, თუ საბჭოთა კავშირისაკენ გვეკაჩება ვინმე. საბჭოთა კავშირში გვეკაჩება ირაკლი კობახიძეც, ესე მოვატრიალებდი მე კითხვას, მე რომ ქართული ოცნების ამორჩეველი არ ირაკლი კობახიძეზე გადგიჟებულ, გადაფსიხებულ, აღფრთოვანებული ვიყო მისით. ეს არის ერთი განცხადება ირაკლი კობახიძისა, მაგრამ ანტიევროპული, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე ამბავი არის ის, რომ ირაკლი კობახიძეს ეს თქვენ მოგიბოდიშეთ კობახიძეს არა, ვერბალური ფაღარათი რომ აქვს, ამ ვერბალური ფაღარათის დროს ვერა და ვერ ჩერდება. ვერბალური დიარეა, თუ გრებავთ ცოტა კულტურულები ვიყოთ. ვერბალური დიარეის დროს ის ვერა და ვერ ჩერდება და გარდა იმისა, პარალელურად ევროკავშირის ძაგებისა, მან უცებ აქო ან შემოაქო ჩინეთი, როგორც სახელმწიფო გაგახსენებთ, რომ ჩინეთი არის თითქმის 2 მილიარდიანი ქვეყანა. ჩინეთს აქებს ირაკლი კობახიძე და მასზე ამბობს, რომ ეს არის სამაგალითო ქვეყანა. ამბობს, რომ სამაგალითო იმიტომ არის, რომ 45 წელია ომი არ ქონია და მშვიდობაზე და პროგრესზე არის ის ორიენტირებულიო, 2 მილიარდიანი ქვეყანა. მასზე ლაპარაკობს 3,5 მილიონი სადავართ, 3 მილიონიანი ქვეყნის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი. ამ 45 წლის განმავლობაში მხოლოდ მშვიდობაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო და შესაბამისად პროგრესსაც მიაღწიაო და აი ჩვენთვის მისაბაძი ქვეყანა საამაყო, თუ გნებავთ ბოდისვიხდი კიდევ ერთ სიტყვას ხმარობს და ესეც უნდა გავიხსენო. ყველამ უნდა მიბაძოსო ბოდისვიხდი, ეს არის ზუსტი ციტატა. ყველამ უნდა მიბაძოს ნიშნავს იმას, რომ უნდა ჩამომწკრივდეს 198 თუ 207 ქვეყანა მსოფლიოში და შეხედოს ჩინეთს და გახედოს ჩინეთს და თქვას, რომ აი ეს არის ეტალონი, ანუ არა შეერთებული შტატები, არა ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები, გერმანია, საფრანგეთი, ევროკავშირის მიღმა ბრიტანეთი, ოკეან გაღმა კანადა, მეორე ოკეან გამოღმა ავსტრალია, რა მნიშვნელობა აქვს, ხო არ ვიცი, გერმანია ვთქვი, იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ, იაპონია. არა, ჩინეთი ყოფილა ეს 2 მილიარდიანი ქვეყანა, სამაგალითო ქვეყანა, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს, იაპონიამაც კი, გერმანიამაც კი, აღარ ვლაპარაკობ დაბალგანვითარებულ სახელმწიფოებზე. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა მიბაძოს საქართველოს, ამ კობახიძე ჰიბრიდული იარაღის აზრით უნდა მიბაძოს საქართველოს. მე კი კობახიძეს არა, მაგრამ თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩინეთი არის კომუნისტური მართლობის ქვეშ უკვე რახანია და რახანიაზე მეტი რახანია. ჩინეთში არ არის დემოკრატია არანაირი. ჩინეთს ყავს ასობით ათასი პოლიტიკური პატიმარი. ჩინეთში არ არის თავისუფალი მედია. ჩინეთში არ არის არასამთავრობო სექტორი არანაირი, მით უფრო ისეთი, რომელიც გააკრიტიკებდა ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას ან რომელიმე პროვინციის, რომელიმე მხარის ხელისუფლებას. მედიაზე გითხარით, ჩინეთში არ არის პოლიტიკური პარტიები, ოფიციალურად რეგისტრირებულია, გავიგე, საგანგებოდ ჩავხედე, თურმე რეგისტრირებულია 8 პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ 8 პოლიტიკური ხმა მიკნავებული პოლიტიკური სუბიექტია, რომლებიც ერთად იბოდიშებს და სძოვენ კომუნისტურ პარტიასთან, ვერანაირ წინააღმდეგობას მას ვერც უწევენ და არც უწევენ, ესეც იმიტომ, რომ ფორმალისტური თვალსაზრისით ითქვას, რომ ჩინეთში დემოკრატიის ნასახი მაინც არის, რაც არც არის. ჩინეთი ზემძლავრი სახელმწიფოა
ძალიან განვითარებული და კიდევ უფრო მეტი პერსპექტივებით ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ჩინეთის დასახვა, წარმოჩენა, წარმოდგენა, საორიენტაციო იდეალურ ქვეყნად ეს არის ღალატი ღირებულებებისათვის, რასაც აკეთებს კიდეც სჩადის კიდეც ირაკლი კობახიძე. აქვე მე ამ თემას რაღა შევეხე, ამ გვარ თემებს რაღა შევეხე. მე მინდა ერთი ამბავი უნდა ერთი ამბავის თაობაზე გიამბოთ. რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა კვლევა, სოციოლოგიური კვლევა, რომლის შედეგებიც მე თუ მკითხავ დამზაფრვავი იყო. ჩვენ რო ჩავხედავდით ამ შედეგებს, უნდა დავზაფრულიყავით ცალკეული მისი მუხლებისა თუ პარამეტრების თუ შედეგების გათვალისწინებით. უყურეთ მაგალითად. გამოკითხვის თანახმად ქართველების 59% ენდობა ევროკავშირს. წარმოიდგინეთ, ეს არის თურმე 9%-ით ნაკლები ვიდრე 2024 წელს შემოდგომაზე და 17%-ით ნაკლები ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე, ანუ მაშინ 66% იყო. გიაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგი წერს, საუკეთესო ქართველი სოციოლოგი და უმაგრესი პატრიოტი. მე არ ვიცი რომელმა ქართულმა კომპანიამ ჩაატარა საველე სამუშაოები. წერს იაგო. თუმცა იმას კი გეტყვით, რომ 2025 წლის მარტ-აპრილში 1011 რესპონდენტზე ჩატარებულა ეს კვლევა საქართველოს მასშტაბითო. ამავე პერიოდში ჩემვენმა ორგანიზაციამ წერს იაგო ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1100 რესპონდენტზე, ანუ დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობით რესპონდენტია იმ კვლევაში და იაგოს კვლევაში. ჩვენი გამოკითხვის, ანუ იაგოს გამოკითხვის შედეგები ასეთია. გამოკვლევილი უმრავლესობა 74.2% ფიქრობს, რომ საქართველოს გაწევრიანება საქართველოში სარგებელს მომტანი იქნება საქართველოსთვის. ასევე 77.3%-ის აზრით საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობით ბევრ უპირატესობას მოიპოვებს. წარმოიდგინეთ, იაგო ატარებს კვლევას და იაგოს უნდა ვენდოთ, რომ 77% არის ევროკავშირის მომხრე, ან 74% ფიქრობს, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში სარგებელის მომტანი იქნება საქართველოსთვის. 80.3% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, 60%-მდე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მათ თვალში ძალზე დადებითი ან საკმაოდ დადებითი იმიჯი აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს პარალელური და ხელისუფლების მედიის საშუალებების მიერ გაპიარებული კვლევა, რომელშიც წერია, რომ სულ რაღაც 49% ევროკავშირის მომხრე. არსებით თითქმის 20-25%-იანი, 27%-იანი სხვაობაა იმ კვლევასა და ამ კვლევას. შორის იმ სახელისუფლო კვლევასა და იაგოს დამოუკიდებელი პირის და დამოუკიდებელი თავისუფლების მოყვარე და ობიექტური პირის მიერ ჩატარებულ კვლევების მონაცემებს შორის და ახლა ვიკითხოთ და იაგოს კითხულობს და სავსებით სამართლიანად, როგორც ხედავთ, ნახეთ ასე ასკვნის იაგო, წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ევრობარომეტრი ყოფილა ის ორგანიზაცია, რომელსაც პირველი კვლევა ჩაუტარებია, ის 59%-იანი შედეგებისაგან ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულების სასარგებლოდ. თუმცა, ანუ ჩემი კვლევა განსხვავდებაო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობები გარკვეულწილად მართლაც შესუსტებულია, მაგრამ ასე კრიტიკულად არის კი შემცირებული და ისევ ირაკლი კობახიძეს, ჩინეთის მაქებარ ირაკლი კობახიძეს და ევროკავშირის მაძაგებელ ირაკლი კობახიძეს მიუბრუნდები ხომ არ არის? ირაკლი კობახიძისა და სხვათა ეს რიტორიკა იმის საფუძველი, რომ ჩვენთან პრინციპში მაინც მაღალია, მაგრამ გარკვეულწილად მაინც შემცირდა ევროკავშირისა და ნატოს მომხრეთა რაოდენობა. დიახ, იაგოს კვლევის თანახმად კვლავ 80.3% უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ მაინც 3, 4, 7 შესაძლო 10%-ით ნაკლებია ეს მონაცემი იმ მონაცემზე, რომელიც ჩვენ გქონდა გარკვეული პერიოდის წინ, ან უნდა გქონდეს აქ რომ ნორმალური გარემო იყოს და იაგო უკვე შემდგომ აგზელებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლო წლებში ევროსკეპტიციზმის გარღვევების მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მართლაც მიაღწია, იმიტომ რომ ეს რუსები ყოველ დღე უჩიჩინებენ და ბრეინ ვოშინგით თვინთა რეცხვით არიან დაკავებულნი ქართული საზოგადოებისათვის, ეუბნებიან რა, რომ ევროკავშირი ასე მაგალითად გვართმევს იდენტობას ან
ლიტერატურულად თუ თქვა გვაჰომოსექსუალებს, რაც რასაკვირველია ტყუილია, მაგრამ არ ვიცი თვითონ გვაჰომოსექსუალდებიან თუ არა. საქართველოს ევროკავშირში ოდესმე შესვლის და ისინი ცოცხლები იქნებიან და ქუჩაში ცივლიან განა არა მათი გარკვეული ნაწილი, ვინც გადაურჩება ციხეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე მაგალითად ირაკლი ზარქუა თუ გადაურჩება ციხეს და გაივლის თუნდაც რუსთაველის გამზირზე, სადაც იმ რუსთაველის გამზირზე, რომელიც იქნება იმ ქვეყნის დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც თავის მხრივ იქნება ევროკავშირის წევრი, ირაკლი ზარქუას ალბათ მაინც იმედი ვიქონიოთ, მისმა ოჯახის წევრებმა უნდა იქონიონ იმედი, გახოვოსექსუალება არ ანძნელად თუ უწერია. მოკლედ ასეა თუ ისეა თუ ხო, ბოდიში იქ გამახსენდა რაღაც აბუდაბის ინციდენტი თუ რაღაც ინციდენტი დუბაის თუ აბუდაბის, მაგრამ მოკლედ ზარქუაზე არ ვლაპარაკობ, სხვაზე ვლაპარაკობ, მაგალითად დიმიტრი სამხარაძეს. მოკლედ როგორც არის, არ ვიცი ხა მათ რა დაემართებათ მომავალში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლო წლებში ევროსკეპტიციზმის გარღვეული მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, მაგრამ განწყობებსა და დამოკიდებულებებში ჯერ კიდევ არ გვაქვს მნიშვნელოვანი ნაპრალი მეინსტრიმული ხაზი კვლავ ევროკავშირის სიკეთეებსა და ევროინტეგრაციას უკავშირდება, მაგრამ მაინც ეს კითხვა ძალიან საინტერესოა. კობახიძე და სხვანი გვირეცხავენ და გვირეცხავენ twins, ამათი მედია გვირეცხავს და გვირეცხავს twins 80% ჩვენ საზოგადოებაში მაინც ევროკავშირის მომხრეა, მაგრამ კითხვა მაინც ასე არ კი, მაგრამ მაინც ვინ დაითვალა, ვინ ჩაატარა ის პირველი კვლევა, რომელშიც კვლავ ვიმეორებს სულ რაღაც 49% ან 50%-ზე ნაკლები. ეს მნიშვნელოვანია ქართული ოცნებისათვის, რომ 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელი ყოფილიყო დაფიქსირებული ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობისა და იაგოს ბოლო პოსტსკრიპტუმი. ახლა მომწერეს, რომ ევრობარომეტრის გამოკითხვის ველი გორბის ჩაუტარებია. ეს ის გორბია, თუ ეს მართალია, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ეს ის გორბია, რომელიც ხელისუფლებას ემუშავება და რომელიც ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება დაკავებული საქართველოს საგარეო ორიენტაციის შეცვლის არგუმენტების მოძიებით. არგუმენტი კი ასეთი უნდა იყოს, რომ ნაკლები მომხრე ყავს ევროკავშირს, ვიდრე ასე მაგალითად DST-ს, ODKB-ს და ასე შემდეგ და გორბი და გორბისნაირი კონფორმისტული ორგანიზაციები შეკრულები ხელისუფლებასთან, შეკრულები რუსულ ხელისუფლებასთან ამ საინფორმაციო ველს ყოველთვის მოამზადებენ. ბრგედი ყავით კომუნისტური პარტიის ფარველობის თუ მფლობელობის თუ მართლობის ქვეშ არსებული ჩინეთი არ არის იდეალური სახელმწიფო მძლავრი კია, ევროკავშირი არ არის იდეალური მძლავრი კია, მაგრამ ჩვენ უნდა მივდიოდეთ სწორედ ევროკავშირისკენ როგორც დემოკრატიული სივრცისაკენ, დამოუკიდებლად იმისა, რა სიტყვის ირაკლი კობახიძე რუსი და ყველა გამობიზინებული და დამოუკიდებლად იმისა, რა სიტყვის თავად გამოპუტინებული ბიზინა ივანიშვილი და რა სოციოლოგიურ შედეგებს თუ კვლევებს დაგვიდებს მათთან შეკრული რომელიმე არსით ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში მერაბ ფაჩულია ქვია, ხო იმ კაცს? ხო, შესაძლოა ვცდები. მოკლედ, ამ შემთხვევაში კომპანია გორბი. ნახვამდის.